რა თქმა უნდა, თუ რა სახითა მადლიერება ქრისტეს, თუ რა სახითა დახმარება სიყვარულით, თუ რა სახითა თანაგრძნობა სულით, თუ რა სახითა მერე და მშვიდობა, მაშინ შეგიძლიათ გააზროთ ჩემი სიხარული, რათა ერთგულად იცავოთ ერთმანეთს სიყვარულით, ერთგულებითა და სულის ერთიანობით. არაფერი კეთეთ ეგოიზმით ან ცუდი ამბიციებით, არამედ სიკეთით. და ეთითვეული თქვენგანი მოგვარებდეს ერთმანეთის უფრო მეტად, არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, არამედ სხვების ინტერესებიც გაითვალისწინეთ. ეს აზროვნება უნდა იყოს თქვენში, რომელიც იყო ქრისტე იესოში, რომელიც ღმერთის ფორმით ყოფნისას არ მიაჩნია, რომ ღმერთის ტოლობა უნდა დაეტოვებინა, არამედ თავისთავად დაუქვემდებარა მიღებული მორჩილების ფორმა და გახდა ადამიანის მსგავსი. და აღმოჩნდა, როგორც ადამიანი თავისთავად დაუქვემდებარა სიკვდილამდე, ჯვრის სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმა მას მაღლა აცია და მას მიანიჭა სახელწოდება ყველა სახელზე, რომ ყველა მუხლი დაემხო იესოს სახელზე, ზეციურში მიწიერ და ქვემოთ მიწისქვეშა და ყველა ენა აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღმერთი მამის დიდებაში. ამიტომ ჩემო საყვარელო, როგორც ყოველთვის